მოგესალმებით. ეს არის მე-7 ვიდეო, რომელიც გადავიღე ფეხსავალი ნაწილიდან. ანუ უბრალოდ არც კი გადავსულ ვარ მანქანის სავალ ნაწილზე, ხო. თან დიდი პერიოდი ძალიან ცუდად ვიყავი და აქ-იქ ჩავარდნები ბევრი დღე მოვხდი, 8 დღეს არ ჩავიყავი მან. ავი ცოტა მიდის მეტი მოდის პირიქით. აქედან რაღაც ნაწილი იქნება რაფი აქციისთვის. დიდი ალბათობით. გადაკეტელი ჯერ არ აქვს და მაგრამ ორი მსვლელობა უნდა იყოს იქამდე. ჯერ დედების მსვლელობა და შემდეგ უნდა იყოს იმის რა ქვია დამოწყო. რა ქვია საზმაუდან ხო? მეხსიერება უკვე მაგრად იმაში მაღალატოს. ხო. დროებით შეხვედრამდე გადაკეტილი რუსთაველზე. აი გადაკეტამდე განახეთ რამდენი ვარ. არამ კიდე ორი მარში არის მოსასვლელი და ყველა ვარიანტში გადაიკეტება რუსთაველი. მაგრამ მოემატება რაოდენობა და გადაიკეტება თავისუფლად. გადაიკეტა ისე. ოღონდ ამანაც გადაგიკეტა. რო ვერ ვიღებ ნორმალურად. არავინ არაფერს არ აფრთხილებს. არავის ძალიან თავისუფლად. მაგრამ ნაუც არ მინდა ჯარიმები მიუვიდეს ხალხს ასამწუხაროდ. რო უნდა ვნახო რა დროა მაიცა და გავაგრძელებ ვიდეო. 21:16 დაიწყო 15-ზე 21:15-დან 21:16-ზე და გადაიკეტა უკვე რუსთაველი. იო. მე მეგონა რომ ის იქნებოდა რა ქვია. მე მეგონა მსვლელობებიდან გადაიკეტებოდა. როგორც ჩანს, მაქამდე გადაიკეტა. და ამ ბოლო დღეებში, რავი, ასე იკეტება თავისუფლად. ნაიქაც მიდიან, იმ კუთხიდანაც მიდიან. ფორმიანები მაგარი ფეხზე კიდიათ, რამდენი ხალხია, რამდენი არა. გავარია ცივა და წავედითო რა, რაღაც ასე ვარაუდო. ყველაფერს აქ აკეთებს კამერები რა და კამერებთან მჯდომი ხალხი. ანუ დიდ საქმეს კიდე ეს ხალხი ვინც აქ დგასიო. აი მოდის დედების მარში დიდი ალბათობით. Იანი რუსთაველი გადაკეტილია, იო.
ხველებს. რა მაინტერესებს? დედების მარში გაერთიან და საზნაოსანო, ხო? შენ მოხებოდა? ასე არა, ბარნოზე ვიტყვი და იქიდან ჩამოვიდი. დიდი ვარაუდით საზნაოსსა და იმის დედების მარში გაერთიანებულია, მე მგონი. მაგრამ არ ვიცი, დაწუნებული არ ვარ. ნუ როგორ ჩანს რა? წინ სხვა იყო, ეს სხვა არის და ერთად მოდიან. Salam. Ay ყოველ აქციაზეა იადრატი ჯოუნს. მაგარი ბაი. ძალიან ბევრი ხალხი ვართ ახლა. ალაძე რო ამბობს თითოეულიო და ცალ-ცალკეო თუ რაღაცა 1-2 ადამიანიო, აი დღეს ძალიან ბევრი ვართ. აი კიდევ უფრო მეტი დგას. რადგან ნაკლები სახის საუმცნობი კამერაა. მე ვეღარ გავიგე რა. ამით დასმოდა. სიკვდილი გამოსულა ტრანსფერსიას. კიდე ემატება და ემატება. აი, ვემატებით, ჩაი დავლიეთ, მოვდივართ, შევუერთდით. საქართველო, ევროკავშირი, დროშები ჩქარა. ჟურნალისტია, არ მახსოვს რომელი ქვეყნის. თუ არ გამოჩნდეს? უკაცრავად? მე მოიჩავდა. Yo. Cadar tamaşa küçüküyeni xalqi var. Magariyan. Debuta როგორ გითხებ? ძალიან წამბებიანია. მე ეგრევე დავიწყო, ვერ მოგიგებ. მადლობა.
ვითამაშოთ შემოწმო. მოვაპატიეს სხვა დროს კი, ახლა ბოდიში. სხვა დროს ვითამაშოთ. აი აქ არის სკოლასთან. აქაც მომად ხალხია, ასწორებს. აი იქით არის რაღაც ლექცია გავიგეთ, დავესწრებით ცოტა ხანს იმასაც გადავიღეთ. არგია პატრონი არ აკავს და რას აკეთებ ამასო. ვა. და ის არა ხდება. შენ რაღაცა აფში არ არის. ყველაფერი გვარი აქვს. რა, ჩვენ ლაპარაკს მაგალითად. ბატონო, მოკლედ დავასრულებ მაიკო ამ მას და გადავიდე კითხვებსაც კი. ესე იგი ხო, საბოლოო ჯამში აი ეს იყო ის ინსტრუმენტი, რაც მინდოდა რომ გამეზიარებინა თქვენთვის. მე ვფიქრობ, რომ ეს ინსტრუმენტი ყოველდღიურ ცხოვრებაშიც და ამ ჩვენს მოკეთ ბრძოლაშიც და ყველგან გამოგვადგება, თქვენ შვილებთან ურთიერთობაშიც გამოგვადგებათ. თავარია ვიცოდეთ, რომ ნებისმიერ აი აქ მინდა რომ ერთი ძალიან მნიშვნელოვანი რაღაცას გაუსვა ხაზი. ანუ როგორც გითხარით, არსებობს მომენტალური და ქრონიკული ემოციური ტონები. ანუ ნებისმიერ ემოციას უნდა მივცეთ არსებობის უფლება. არასდროს არ იფიქროთ, რომ რაღაცნაირად სევდას, შიშს, ბრას, თუნდაც ზიზღს არ აქვს არსებობის უფლება. ყველა ემოცია, რომელიც წარმოიქმნება, ასე ვთქვათ, ლეგიტიმურია და აქვს არსებობის უფლება. უბრალოდ უნდა გავაცნობიეროთ ეს ემოციები, დავარქვათ სწორი სახელები და ამ იმპულსით კი არ ვიმოქმედოთ, იმიტომ რომ იმპულსურად ცხოველები მოქმედებენ, ხო? არამედ რაც ჩვენ ცხოველებისგან განსხვავებით რაციონალი გვაქვს, ხო, შემოქმედებითი გონი გვაქვს და დავუსვათ ხოლმე კითხვა, რომ რა შედეგის მიღება გვინდა და ამ შედეგისთვის, აი თუნდაც ეს ემოციური რესურსი, რაც გვაქვს, როგორ გამოვიყენოთ? ემოციას ორი რაღაც გვაქვს, მოკლედ ჩვენთვის ეს არის ინფორმაცია და ეს არის ენერგია, ხო? მაგალითად, შიშის დროს რომ ფეხებში გვაქვს ენერგია და ბრაზის დროს რომ ხელებში გვაქვს, ხო, ეს ენერგია და ასევე ინფორმაცია, რომ რატო აღიქვა ჩვენმა ტვინმა მაგალითად ვიღაცა მტრად, ხო, რატო მომიდა მისი განადგურება, ხო, აი ბრაზის დროს და ან რატო საფრთხე რატო აღიქვა და გაქცევა რატო მომიდა. ანუ ეს არის ინფორმაცია, რომელიც ამ ემოციამ მომიტანა და ასევე ენერგია. ეს ამ ემოციებს მნიშვნელოვანია, რომ სწორი სახელი დავარქვათ ხოლმე, მე გავიგოთ მოკლედ რა ინფორმაცია და ენერგია მოგვიტანა და შემდგომ გავაცნობიეროთ რა შედეგის მიღება გვინდა კონკრეტულ სიტუაციაში და ვიმოქმედოთ აი ამ რესურსებიდან, გაცნობიერებული რესურსებიდან გამომდინარე. ანუ კიდევ ერთხელ ვიმეორებ, რომ ეს რაზეც ვსაუბრობთ ამ სკალაზე, ეს არის განწყობების თემა, ქრონიკული, ასე ვთქვათ, ტონები და მეორე მომენტალური ტონები არის ემოციები. და კარგად მინდა რომ დაიმახსოვროთ, რომ ყველა ემოციას აქვს არსებობის უფლება, უბრალოდ ამ ემოციის გადამუშავების შემდეგ რა განწყობას ავირჩევთ იმისთვის, რომ ვიმოქმედოთ მოკეთ სასურველი შედეგისთვის და ქრონიკულად როგორ მდგომარეობაში ვიქნებით, ეს არის ჩვენი არჩევანი ხოლო. ემოციები ესე თავისთავად მოკეთ ფიზიოლოგიურად წარმოიქმნება ჩვენში და მოაქვს რაღაცა ინფორმაცია და ენერგია. მე მგონი არ ვიცი ეს იყო რაც მინდოდა რომ ეს მეთქვა და მაიკოს კითხვაზე დავუბრუნდე. ხო, ძალიან ბევრჯერ შეიძლება რომ ადამიანმა გაიაროს გმირის მოგზაურობა, შეიძლება რა ვიცი დღეში რამ გააჩნია, ხო, რა მასშტაბებზე ვლაპარაკობთ, რაზე ვლაპარაკობთ, ძალიან ბევრჯერ შეიძლება ადამიანმა გაიაროს ეს მოგზაურობა, თუმცა ახალ-ახალი ელექსირებით რო ვართ, როგორც წესი, ყოველი ახალი მოგზაურობა შეიძლება უფრო რთული აღმოჩნდეს ხოლმე ჩვენთვის და უფრო განსხვავებული რა და არაფერი მოკეთ საგანგაშო არ არის ამაში ტანჯვისგან თავის არიდების ერთადერთი საშუალება არის რომ მოლოდინებისგან გავთავისუფლდეთ და არ გქონდეს მოლოდინი რომ რაღაცა სიტუაცია მაინც და მაინც ესეთი უნდა იყოს ან ადამიანები მაინც და მაინც ესე უნდა იქცეოდნენ არამედ მივცეთ ყველაფერს არსებობის უფლება და ჩვენ რაღაცნაირად რაციონალურად ვიმოქმედოთ ხოლმე რომ ჩვენ რა შეგვიძლია გავაკეთოთ იმისთვის რომ სასურველი შედეგები დადგეს ჩვენ ცხოვრებაში მაიკო არ ვიცი გავეცი თუ არა შეკითხოს პასუხი სად არის მაიკოს კითხვა ნახულობ
აქ კიდე რაღაცა გემრიელობაა. ო, რამოდენიმეჯერ ვერ მოხდა. სალამი. გამარჯობა. სუპია რაღაც. პასო. მადლობა. ოსპის. დაგისხათ თქვენ? ხო, სიამოვნებაა. ახლა 11 საათია, ცოტა აკლდება, ცოტა ემატება, იშვიათობა, მაგრამ რაღაც ასე ვარ. თითი კიდე ცალკე არის საინტერესო თემაზე საუბრობენ და ცალკე არის შეკრებილი ხალხი. მე დიდი ვარაუდით უნდა დავტოვო. რაკაურობა ხალხი იმდენია, მე მგონი 1 საათი კიდე იქნება 12-მდე. გარანტია არ ვიცი. დღესაც ვერჩები გივლიანობა.